შარა მაგამედოვი, იგივე შარა ბულეტი და მაიკლ პეიჯი, იგივე MVP-ს დაპირისპირება UFC Fight Night 250-ზე ჩემი აზრით ჯერჯერობით წლის საუკეთესო სტრაიკინგის სტილების შერკინება იყო. როგორ შეძლო მაიკლ პეიჯმა შარა მაგამედოვის სტრაიკინგის გაქრობა და რა ტაქტიკურ ცვლილებს მიმართა მან ამისთვის. პირველ რიგში უნდა ვთქვათ, რომ ორივე ძალიან მაღალი დონის სტრაიკერია, თუმცა მათი სტილი კარდინალურად განსხვავდება. მაიკლ პეიჯი განთქმულია თავისი არასტანდარტული სტრაიკინგის სტილით. იგი ჩამოშებული ხელებით ჩხუბობს და ცდილობს თავისი მოწინააღმდეგეს სულ დისტანციაზე ჰყავდეს, სადაც მისი სწრაფი და ფეთქებადი მოძრაობებით აღწევს დამწყმებს მას. ხოლო შარა უფრო სტანდარტული სტრაიკერია, რომელიც კარგად მუშაობს კლინჩის, იყენებს სამბო სილეთებს და აქვს კარგი გამოცდილება ჭიდაობაშიც. მაიკლი კარგად აკონტროლებდა დისტანციას მთელი ბრძოლის მანძილზე. ეს მისი მიზანი იყო, რომ შარა ახლო დისტანციაში არ შემოეშვა, ხოლო შარა ვერ ახვა მაიკლის ტემპს. იგი ვერ ამცირებდა დისტანციას, რაც მესამე რაუნდისთვის უკვე დიდ პრობლემად იქცა მისთვის. ეს ბრძოლა სრული ტაქტიკური დომინაცია იყო მაიკლ პეიჯის მხრიდან. შარას უნდა ეცადა მისი ჭიდაობაში გადაყვანა, ან თუნდაც რაიმე ეფექტიური გზის მოძებდა დისტანციის შესამცირებლად, თუმცა მან ეს ვერ შეძლო და სამივე რაუნდი წააგო. ახლა კი ვიცით, ვინ არის ნამდვილი კაპიტანი. თუ გსურთ სხვა ბრძოლების განხილვაც მოიწონეთ ეს ვიდეო და გამოიწერეთ ჩვენი არხი.